უკონკურენტო ჯუმბერ ვარდმანიძემ ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი დაიკავა. მისი კანდიდატურა ოპოზიციური პარტიებისთვის მიუღებელი იყო. ისინი ამ თანამდებობაზე მათი გუნდის წარმომადგენელს მოიაზრებდნენ. პროტესტის ნიშნად ოპოზიციურ პარტიებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ვინ უხელმძღვანელებს კომისიებს და რაც აცხადებენ ოპოზიციაში, რუსუდან აბაშიძე გიამბობთ. ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს ოპოზიციური პარტიების მოლოდინი არ გაამართლა. ერთკვირიანი კონსულტაციების შემდეგ ასლან კახიძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე კანდიდატად არა ოპოზიციონერი, არამედ კოალიცია ქართული ოცნების წევრი პროფესორი ჯუმბერ ვარდმანიძე წარადგინა. მიიღო მონაწილეობა 18-მა დეპუტატმა და ერთმა არჩეული არის ბატონი ჯუმბერი. ოპოზიციამ ასლან კახიძის გადაწყვეტილება იმ ამორჩევლების ინტერესების იგნორირებად შეაფასა, რომლებმაც არჩევნებში მხარი ოპოზიციურ პარტიებს დაუჭირეს. მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ, ბურჯანაძე ერთიანმა ოპოზიციამ და პატრიოტთა ალიანსმა ხელვაჩაურში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე საკუთარი წარმომადგენლის გაყვანის შანსი დაკარგეს, პროტესტის ნიშნად ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ჩვენ არგუმენტირებული პასუხი ვერ მივიღეთ. უმრავლესობა გაითვალისწინებდა თუ არა იმ ამორჩევლის ხმებს და ამქედან გამომდინარე ჩვენ უარს ვამბობთ კენჭისყრაში მონაწილეობას. ოპონენტების პრეტენზიებს გამოეხმაურა და მათი მხარდაჭერის მოპოვება შეეცადა თავად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე. მიდიოდა საუბარი საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, ანუ თავმჯდომარის მოადგილეზე, რომელზეც საკმაოდ ბევრი რამეა დამოკიდებული თავისთავად აი ამ დროის განმავლობაში, როცა უფლებამოსილი იქნება საკრებულო. ამიტომაც მათ უნდა გადაედგათ ეს ნაბიჯი ჩემისადმი. ვინ იქნებოდა მისი ფავორიტი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე? ასლან კახიძეს გასულ კვირას პირველ სხდომაზე განსაზღვრული არ ჰქონდა. ერთკვირიანი კონსულტაციების შემდეგ ამბობს, რომ დღეს ექსკლუზიური უფლება გამოიყენა და მოადგილის კანდიდატურის შერჩევა კოალიციის რიგებიდან ამჯობინა. უფლება ჰქონდათ წარედგინათ, მაგრამ მათ თვითონ ბოიკოტი გამოაცხადეს. ჩვენ არანაირი ხელისშემშლელი არაფერი არ გაგვიკეთებია ისეთი, რომ შეგვეფერხებინა მათ მიერ წარდგენილი კანდიდატები. ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე გადანაწილდა თანამდებობები კომისიებშიც. უმრავლესობის 18-ვე დეპუტატის მხარდაჭერით იურიდიული, ჯანდაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიები ქართული ოცნების წევრებმა ჯუმბერ ბერიძემ, როსტომ ფაღავამ და იოსებ ბოლქვაძემ დაიკავეს. გამოყალიბდება კომისია, გვეყოლება კომისიაში სპეციალისტები, გამოცდილი ექიმები, ასევე სოციალური მხარის კარგი მცოდნე სპეციალისტები და ნახოთ. კოალიციაში შემავალი პარტიებიდან ეროვნული ფორუმის წევრს დავით საფარიძეს განათლების კომისიის ხელმძღვანელობა ერგო. ბრეწულმა აბდი ბერიძემ კი საფინანსო ეკონომიკური კომისია ჩაიბარა. ბერიძეს უკვე გადაწყვეტილი აქვს საკითხები და მისი მუშაობის პრიორიტეტები. კომისიის თავმჯდომარის გეგმებშია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარება და ამისთვის ბათუმზე მიერთებული ტერიტორიების კვლავ ხელვაჩაურისთვის დაბრუნება. შემოერთებულ ტერიტორიებზე თითქმის სოფელზე უარესი მდგომარეობაა. ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენ პატარ-პატარა ქალაქები განვავითაროთ, ვიდრე თავკომპალა დიდი ქალაქები, როგორც არის თბილისი და შემდეგ. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასამტკიცებლად დეპუტატების სიითის შემადგენლობის ნახევარზე მეტი ხმაა საჭირო. კანდიდატურის ჩავარდნის მოლოდინი ოპოზიციურ პარტიებს არც გაერთიანება და არც საკუთარი კანდიდატურის წარდგენა არ უცდიათ. ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 2350 ლარია. 1100 ლარით ანაზღაურდება მოადგილის შრომა. კომისიის ხელმძღვანელები კი თვეში 1350 ლარს მიიღებენ.